მოვედი ურეკში, სახლში. Რაღაც პატარა წვრილმანი რაღაცები დარჩა გასაკეთებელი. აგერ მე გაჩვენებ კლიენტს სახსაც. აი ეს გავაკეთეთ პერეგაროტკა. აქ იყო ეს ერთი დიდი ოთახი და გავავით ორად. ზალა აქ იქნება, აგერ ტელევიზორი, დასასვენებელი ოთახი. იქ რო გავყევი, იქ მეორე მხარეს იქნება პატარა ოთახი. დავამატეთ ერთი ოთახი საძინებელი. Вот. ეს მარტო მოვედი. რომელი ალბათ მე 17 დღეა რაც დავდივარ აქ ყველა დღე. მეგონა ერთი 5 დღის ფარგლებში ჩავედები მეთქი, მაგრამ გაიძება იქ ამბავი 17 დღე აქ ვარ და ერთი ალბათ კიდე 2-3 დღე დამჭირდება. Вот. კამერაში ალბათ არ ჩანს. და კარგად არ ჩანს რა, ზუსტად ის ფერი რაც არის. ეს ფერი დავადგინე პირველ სართულზე. აი ასეთი ფერია, როიც ცუდად ჩანს. ვერ დაინახავთ კარგად რა, მაგრამ ძალიან ლამაზია რა, მე მომწონს. Вот. აკაც ყველაფერი შეღებილია უკვე. ერთად ლამაზად, კარებით შევღებე. ეს მეორე სლოი, მეორე ფენა უნდა გავკრასკო. Вот. ასეთი ამბები. აკაც ყველგან რა. ყველგან აკრასკულია. იგივე ფერია პირველ სართულზე, ერთი იგივე ფერია ყველგან. Вот. გაგაჩვენებთ ეს პატარა საძინებელი რო გავაკეთე და პერეგაროტკა დავდგეთ მეთქი რომ ასეთი ოთახი გამოვიდა აქ. ეს არ გამიკრასკია ჯერ, მაგას გავაკეთებ დღეს. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ ფერის კრასკა დამიხავდა. მაგიტომ მიწევს თავიდან უნდა დავადგინო ახლა ზუსტად ასეთი ფერი. რომ განსხვავება არ ქონდეს, თორე აქეთ სამი კედელი ასეთი ფერი და მეოთხე ასეთი არ გამა. Вот. შეახა. სვენ ზერტელი და კიბე ავდივართ. და გაჩვენეთ მეორე სართულზეც რა ფერი არის. მეორე სართულზე უკვე ასეთი ფერი არის. მეორე სართულზე ასეთი ფერი არის. მესამე სართულზეც ასასვლელი, მაგრამ მესამე სართული გარემონტებული არ აქვს ჯერ. ოთახებსაც გაჩვენებ ბარი. ერთი ოთახი. აი ასე. აქ ახლა შეიძლება ძალიან არ მოგეწონოთ, იმიტომ რომ პროსტი ნაკლია, ბალიში აკლია, რაღაცა, ლამაზად რო იქნება ყველაფერი დალაგებული, ფარდა აკლია. ხავი, მაგას რო დავამატებ, უფრო ლამაზი იქნება რა. ერთ სველი ზერტილი მეორე სართულზე. აგერ ოთახი. აქ დიდი ოთახია. შეკაფიც. აქ დიდი ლოგინი. აი ასეთი ოთახი. აქაც არაფერი არ არის ჯერ. ეგმე. Вот, და კიდევ ოთახი, ასეთი ოთახიც. დიდი ოთახები აგენია, არ ვიცი ხო ჩანს თუ არა ესე კამერაში. ყველა ოთახი არის დიდი ოთახი. და ამ ოთახს აქვს კიდე მისი ბალკონი. აბა მაგრამ მე ხანი პრასკავდი თუ ვიცი. მე პრასკავდი ხოლოსტონ. აგენ ეს რიკულებთან ძნელი იყო აქედან ქარედან გაკრასკვა. ქოძრის სობორინა. ესე პრასკავდი და აგენიც იყო აუ საშინელი გასაკრასკი რა ძალიან ძნელია. აგენში ყველგან რომ არეტევა კისტი. და ყველგან რო გინდა გაკრასკო.
ვოთ, ასეთი ამბები მეგობრებო. ეს ჩემი პირველი ვლოგი იქნება Instagram. ხედავთ. უბრალოდ რამდენად გადაღლილი ვარ, მაგრამ დღეს სავსე ვარ ძალებით. დღეს ჯერ დიდად არაფერი არ გამეკეთებია. ცოტა იქეთ-აქეთ გავიარე მაღაზიებში, პროდუქტებზე და რაღაცეებზე რა. ალბინა გავუშვი დღეს ბათუმში რაღაცა რეკლამის თაობაზე რა. ვოთ. აწამოვედი ურეკში. ეხლა რაც აქ მუშაობ, პაჩი მთელი დრომი აქვს. არც ვარჯიშობ, არც ტრენაჟორებზე დავდივარ, არც ჩოგურზე დავდივარ. არც რა ვიცი, ხალხს ვერ უხედავს რაღაცეებს, ვაფშე შევიმე და მალე უკვე всё. უკვე იმდენად შევეგუები ამ მალярკას და სტროიკას, რომ რა ვიცი. არა ბრიგადა მეყოლება და ვივლით რა მუშაობ. არა ისე მე მომწონს რა, აქტიურობა მომწონს ყველაფერში, ანუ ყველა ჯდომას. ეხლა ეს პროცესი ამოვნებს, просто ეხლა ამდენი დღეზე დიზედ რომ მიდის და სხვას ვერ ვაკეთებ ვერაფერს, ცოტა ძნელია, კი, მაგრამ ისე მშვენიერია რა, მასიზამ. ყველაფერი უნდა იცოდე, მე რომ გითხრა გასმა და ყველაფერში ვერ გვემოდე. თან ინტერესიც რო გაქვს. ეხლა მე მაქვს მაგის ინტერესი, რომ ახალი რამები ვსწავლო და რაღაცები ეხლა მე მალე არობა ცხოვრებაში არ ვიცოდი და ახლა პერეგარო დღის და ასეთ რაღაცეები. ეხლა ჩემი და რა გამიგეთებია და ახლა ვისწავლე ვიცი და ასეა ბევრ საკითხში. არ ვიცი, მაგრამ მე რამეს რო აკეთებ რა ცხოვრებაში რო ეხები რაღაცა საკითხს, მე სწავლობ და უკვე იცი რა. ვოთ, მაგიდან ყვაყოფილი ვარ რა, რომ ჩემი თუ აკეთებ ჩემს საქმეს, სიამოვნებს, სწავლობ და ამას რასაც ვაკეთებ კაი საქმეს რა. მე ხმარე მარტო არ ვაკეთებ, ბიძა ჩემი პროფესიონალია. ჯეგო, ბიძა ჩემი პროფესიონალია მეთქი, მასწავლის ამ ყველაფერს მეთქი. Привет, ყველას უთხარი, привет. Привет. Вот, და მუშაობ ქალაქში. Короче, კარგი, ჩვენ ახლა დიდი ალბათობით დავადგენთ ფერს, რომ გაჩვენეთ ის კედელის, ყველაფერით რომ არ იყოს. როგორც კი გავაკეთებ, მე ჩაგხავ და კიდე გაჩვენებთ სხვა რაღაცებს რა. გავაეთ, აბა. სანამ აგერ ვიცვლით ამ სასმელს. იმიტომ რომ ახლა ფორმა ჩემი სუკრასკაში. ხოდა სანამ ვიცვლი, ახლა მომივიდა აზრი თუ დღეს მალე მორჩი, წავალ და დღეს ვივარდიშებ ჩოგურს. просто მაინტერესებს რომელზე დავამთავრებ. გაჩნია რამდენი დაჭირდება საქმეს. ზუსტად მასე ვერ ვიტყვი, რა რომ მორჩები გავხედავ საათს. იმედია, სადაც 6 საათი იქნება მედია რა. სანამ ჩავალ გამოვიცლი იქეთ აქეთ 7-ზე რო ვიყო კორცზე იდეალური იქნება. Вот. ახლა დავა მოვასწარი. მომენატრა უკვე ჩოგურთიც, короче, ამ ერჯი გეტყვით ახლა. ვარჯიშით შეიძლება არ მივარჯიშია ერთი თვე იმენა ვაფშე. მაგრამ ამ ერთი თვის განმავლობაში ორჯერ მაქვს ნათამაში ტურნირი რომ იყო მაგ დღეებში. короче, ვეცდებით დღეს მოხდეთ კორტზე, მაგასაც ნახავთ ახლა ამ ვლოგში. თქვენ მოხდებით თუ არა? რა? ამას. არა მგონია, არა. ამას მეორე დაჭირდება, არა მგონია. აი, короче, მე ვფიქრობ არ უნდა. კაი ფერია და დაჭდა გაგრა ზუსტად, მე რომ გითხო, ახლა ჩემი თვალით გამოხედვით, აგერ რასაც უნდა. ხომ ერთი და იგივეა, მე მგონი ერთი და იგივეა. მეორე პირი არ დაჭირდება, просто ამის ხვევით იყო მწვანე და ჩვენ ვჯელობდით, როცა გაშრება, რომ შეიძლება დააჭდეს მაგი მწვანე ქვემოდანო და მეორე პირი იქნება გასაგრასკია და მე რასაც ვუყურებ არა. ეს ორი უნდა გავურევთ ახლა, რომ გამოვიდეს ის ფერი ზუსტად. მეორე მხარეს იქ რო გავკრასკოთ.
გამოცანა გამოდის. რომ დავაჯინოთ ზუსტად იმ ფერზე. 15 ლიტრა კრასკა იყო წინა და დაჭირდა, ანუ ორი ცალი ასეთი ფერი, ჩავასეთ მთლიანად და ერთი ცალი ასეთი. ეხლა არის დაახლოებით, ეხლა თვალით რასაც ხედავ აქ. 3 ლიტრა კრასკა. მაგიტომ ეხლა ჩვენ უნდა დავასხათ ეს თუ ორი იყო. რამდენიანია 100 მგ-იანი, 100 მგ-იანი 3 ლიტრა დაჭირდება, 15 თუ ჭირდებოდა 200 40 მილiliტრა ეს დაჭირდება და ეს დავამატეთ 1 ამის ნახევარი 20 დაჭირდება ეს, კაკრას ამაში ცოტა არის დარჩენილი ეს დაჭირდება მათემატიკა გენიოსი ნახოთ აბა ცოტა დაჭირდება ზუსტად მასი იმედია ასეთი ფერია ჯერჯერობით ასეთ ფერზე უნდა დადგეს ვამატებთ, აბა იგი დამატე ხუთელი. მე შენი ასე ვარ გაყვისურდეს და იმიტომ ვაკეთებ აღან. დაგავიცდა შენ ხუთელი რა შუაშია. კარიჩნი ხონდა დავამატეთ კიდე ზევიდან. კარიჩნი გვაქვს? კი, შენ ხო თქვი გუში მოგჭა. სადა მე კარიჩნი? მოიტანე აგერა. მაგრამ მაგ ყოფნის აი. ნახე რა ფერის დადგა? ღია. ისე გახდა კარიჩნი იზამს, აბა რა ის დაასრე ხუთელი დამიჯერე. ჭირდება ერთი. სადა ამაში? ხო, აბა. Короче, მეცი ძალიან короче 30 გვინდა მაქსიმუმ, ჯერ даже 15 ვცადო. ცოტა დავამატო, ძალიან ცოტა ეს вообще რა ვიცი, ეგი კიდე ნაკლებად. აგერ გიჩვენებს ეს ზაი მერე? მეგონი ის უნდა ისევ. არ გამოვა მასე დამიჯერე, აი მარტო გამო. ჯახის პატრონი და მე არფას არ მამო. ხო და დაამოქებს, მარტო დაამოქებს. კაი, მოიცი რა ვქნათ? დავამატოთ ახლა ეს. მეტი აღარ დარჩა, ცოტა დარჩა. თუ არა და მე კიდე ყვითელი გამოვიყენოთ. ამაში წყალს დავასხამ და რაც არის აგის დავამატოთ და ეგა. კაიანი და არა არის ძალიან დიდი განსხვავება. მე აგერ კენოზე მეტად ნამოწევ. თან რო გაშრება უეჭვენ ნაგება და ნახოთ. მე მგონი კარგად გამოვიდა. თან რო გაშრება უფრო იქნება კარგად. აი ეს გავგრასკეთ. და უნდა დაგვეჯინა ამ ფერზე. ცოტა გასხვავდება კი ფერი, მაგრამ ეს რო გაშრება უფრო იქნება. დამსგავსებული ამ ფერზე. რავი, ნახოთ, გაშეს და ვნახოთ აბა რა იქნება. მე მგონი ცუდი არა. შეა. მაიონეზი მოვიდა. ესე დიდი მოყვარულია რაღაც მაიონეზის არც კეჩუპს. ყველი соуსი მიყვარს. ხარას ვაგებ. გავიღეთ. ასე მოვრიეთ. და დავაგემოვნოთ, აბა გემრიელია ეს ნაგეტსის სტრიპსი თუ არა. იმედი მაქვს, იმიტომ რომ მიყვარს რაღაცები. ბომბა. Просто მე სხვა соуსი მირჩევნია. ჩემი აზრით ყველი соуსი მაგრა ზავიდოდა რა. ბოლო რა ხდებოდა აბა? საინტერესო. თოფური ამ რო წააგო. მაგარი მეძღვნა. მარა პერსონებურად უფრო ძლიერი დაბრუნდება. ანუ შეიძლება ახლა რას მოგაწოდეთ. ეხლა ხო, კაი, მე არ მინდა მაგაზე ვისაუბრო დოპინგებზე და რაღაცეებზე და არდა დოპინგის მჯერა. სხვა რაღაცების აღარ. და დოპინგით რომ მოეხმარეთ და გეჯი
ვეჭვეთი გაჟღენთილი იყო დოპინგით, მაგი მჯერავს. მაგრამ მაგაზე არ მინდა საუბარი. ახლა მინდა სხვა რამეზე ვისაუბრო. რომ წააგო ახლა ილია. ხო? წარმოიდგინეთ, ახლა უკვე მივხვდით, რომ წავგებელი არავინაა. ясне ილია, საკეთ ჩიმაემაც წააგო. ეგერ უმარამაც წააგო მერაბასთან, ჩვენ მერაბასთან. რატო ჩამოთვალე ხლა ეგ ადამიანები ეგენი იყო წაუგებელი 0 ვისაც ქონდა გრაფაში. ხოდა. ყველა აგებს მაინც ანადრე ანგვია. ეგ ჰაბიბი 0-ზე კი წავიდა, მაგრამ აბა მოყვარულებშიც ხო წაგებები რაღაცები ქონდა რა, სანამ პროფ რეკორდი წავიდოდა. თვითონაც აქ მონაღოლი რომ ძალიან ბევრი აგებდა პატარა რომ იყო 15-16 წლამდე რა. მე ბრძოლები მანდამენც კი არა ხა ჭიდაობაშიც. კარგი, ძალიან შორს გავედე თემაზე. ხოდა რა ისი თქმა მინდა, აბა შეხედეთ, ეხლა ხო ამდენად თავდაჯერებული იყო ილია, ისედაც არის თავდაჯერებული, მაგარი კაცია, მაგრამ სხვა რამეზე ვამბობ. იმას შეიძლება თვითონაც ჯერავდა, რომ ვერავე ვერაზროს ვერ მოუგებს. მაგრამ ამ წუთს კარგად რა დაჯდა ის, რომ არ წააგო იმასთან, ვინც მისი მთავარი კონკურენტია. მახაჩევი და ცაროგიანი. და წააგო სხვა კაცთან. მე ძალიან მინდა რომ სანამ გეჯიმ დაამთავრა კარიერა მოასწროს რევანშის აღება და მოგება. მაგრამ კარგი რა არის, რას ვიძახოდი მანამდე. კარგი არის ის, რომ კონკურენტთან არ წააგო. და ეხლა უფრო მოუმატებს, უფრო ივარჯიშებს, რომ ცაროგიანთან ან მახაჩევთან რომ თუ ექნება ბრძოლა არ წააგოს. მახაჩევთან ბრძოლა ძნელი იქნებოდა, იმიტომ რომ იქნება. იმიტომ რომ გვეძი ზონაშია. იგი გადასვლა მეგონი ძალიან რთული იქნება. ვისაც ამ ზონაში უკვე ელია პატარა ჩანს და იმ ზონაში რა იქნება. მაგრამ ცაროგიანთან ადრიან გვიან მაინც უნდა იყოს ბრძოლა და იმედია ეხლა ისედაც მშრომელი კაცია ეხლა მე რასაც ჩემი გადმოხვედრით ეხლა ილიას მასე არ ვიცნობ, მაგრამ მშრომელი კაცია ეთქობა, თორე ვერც მიაღწევდა ამხელა შედეგს და ამხელა პოპულარული და ამხელა მაგარი კაცი არ გახდებოდა, ხო და ეხლა მოუმატებს სულ არის ის, რაც შეგვიძლია მომატოს. ეხლა ყველას რო ფიქრობს ეს პიკია, პიკი კიდეა ზევით. შრომით მოდის, მარტო ტალანტით არ მოდის. შრომით და უნდა გიყვარდეს ეს საქმე. იმედია გეიჯი არ წავა სანამ ილია რევანშს არ აუღებს და იმედია რომ თავარ კონკურენტებთან არ წავაგებ. ხო სიმართლე გითხრათ რომ რომელიმე მევასება ან არ მევასება არა ამასაც ცაროგიანის არ მევასება არა ამას ეხლა მაგენი არის სპორტი და ყველაფერს რასაც ლაპარაკობენ კაგრას ჩვენც რო აქ ვიმჯელოთ და მეტი ფული შოვნონ. მეტი ინტერესი ქონდეთ ხალხს მაყურებელს. მაგიტომ ამბობენ ერთმანეთს, თორე ვაფშე არ აინტერესებიან ერთმანეთი დიდი ალბათობით. Короче, იქ რაღაცა პატალოგზე ვქენით, რაღაცა საქმე, რაღაც 1 საათიანი იყო მეტი კი არა. ხო და ეხლა გავკრასკავ ამ კარებს მეორე პირი ჭირდება. მეორე ფენა თუ როგორა. ხო და რო გავკრასკავ კიდე ზევითა ერთი კარი, მაგრამ იქ ბევრად უფრო ძნელია, იმიტომ რომ ასეთი აი ამგები არის კარია და ძალიან ძნელია შიგნის გაკრასკვა. ხო და ამას ვიზამ, ნახავ რამდენი დრო გავა და თუ მეყოფად რომ ზევით რო გავაკეთებ, იმიტომ რომ დღეს როგორც გითხარით, ცოტა ადრე მინდა გავთვალო და წავიდე ჩოგბურს. დავიწყებ ახლა ამ კარების გაკეთებას. აქ ჩაკრთავთ დალში. და კიდე რაღაცას მოგიყვებით. აქ არის იგენი მერცხლების სახლი რა. აჭმევს მის პატარას წავიდა. აი ნახეთ. ამა კიდე მოიტანს. ხო და აგენი ჭამენ დედამისი მიდის, აჭმევს, იქეთ აქეთ. და აქ შეხედეთ ქვემოთ რა ხდება. რო შეჭამენ რო გაძღებიან კარგად. მერე ერთ ადგილს გარეთ გამოყოვენ და სკინტ ცხოვრობენ ჩვენთან ერთად რა. მერცხლები. მეგობრებო, გავგრასკე ხლა მე კარები.
всё მეგობრებო, ოპა, რა მხელა კოღო. всё მეგობრებო, გავკრასკე მე ახლა კარები, ახლა ვიცმევ. აი სურსა, ოპა. შევეგა. შევიცვით. დას სიცხეა, მაგრამ მოვიხუროთ. ფორზა. ასე. ოპა. ასე. всё. так. ასაღები მანქანის. წავედით მეგონი ვასწრებთ დრო არის 6 საათი ზუსტად. ზუსტად 6 საათია და რაც 40 წუთი მინდა სახლამდე, გამოვისლი ალბათ მოგეკითხავ და ჩაურზე. всё, გამოვედი. всё, გამოვედი 18 საათია და 6 წუთი. ახლა ჩვენ აიქვხნათ, მაინტერესებს ძალიან. так. всё, ახლა დავაზბროსოთ. და ახლა მე მაინტერესებს ზუსტად რამდენი დრო ჭირდება, რომ მივიდე ჩემს სახლამდე, რამდენი კილომეტრი, რამდენი საათი, საათი კი არა, რამდენი წუთი, საათი მოინდო. საათი რო ყოფილიყო, სად მივლიდი ახლა ამდენ ხანს და ამდენჯერ. ყველა დღე იქეთ-აქეთ. ხო და всё, ჩართულია. დრო მიდის, უკვე 25 წამიო, 200 მეტრიო და აბა წავედით. მანამდე ჩვენც რამე დავილაპარაკოთ. თითოეულში მომენადრა ჩოგურთი. მომენადრა მოგებები, ბოლო დროს ტურნირებს ვერ ვიგებ, არა და ძალიან ბევრი ну, кай, ძალიან ბევრი იმას კი არ ნიშნავს, ახლა ძალიან ბევრი და ну, просто ბევრი თასი მაქვს რა და მომენადრა. ახლა კი ვიგებ ახლა რაღაცა პატარა ტურნირებს, მაგრამ მე უფრო დიდი მინდა, დიდი ტურნირებიც მაქვს. მოგებული თასებით სახშია, მე კოლექციასაც გაჩვენებ ჩემ თასების, მაგრამ მიყვარს თასები, იმენა ვგიჟდები. ფულადი პრიზების ხომ აქვს, ფულადი პრიზიც სასიამოვნოა, კი, ვერ მოვიტყვევ. მაინც აუჩე, ერთ რეატში დავაყენებ, ერთ რეატში ფულად პრიზას და თას. იმიტომ რომ თასი რჩება, ფულის კი დავხარჯავ ახლა და თასი დარჩება, მაგრამ ერთ რეატშია რა ორივე. რო გავხედავ ახლა თან რომ მოხდება თვალში კოლექცია თასების იმენა ასწორებს თან რო იცი რომელი როგორ გაქვს მონაგები რაღაცა შეიძლება ამ ტურნირზე ეს რთული თამაში იყო იმ ტურნირზე ეს რთული თამაში იყო და კარგია რა მომენადრა რა ჩოგურთი თამაშს მომენადრა იმიტომ რომ შეათა დავდივარ ბოლო დროს არა უფრო ტურნირის მოგება და ტიტული და ასეთი რამე აგი რომ მოვიგო ვარჯიში ჭირდება. პატარა ყოფილა, კიდე კაი მოვასწარ. ყველაზე უფრო რომ არ გინდა რომ დააგვიანო სადმე და ზუსტად მაგ დროს ხდება ასეთი რაღაცები რო გეჩქარება. მატარებე მაგარი არა. აი გადაგედილია შლაგბაუმ. კაი გაგვიღეთ, გაიარა, всё. გაგვატარეთ. всё, რა ვარც იქნა გახსნე. ხო და რამე ნადრება რა ტიტული Forza რო დაიძახებ თას რომ მოიგებ ტიტული vamos ესეთი რაღაცეები აუ სისხლი რო დუხს მაგ დროს იჩევ იქნება 100% იქნება ხო და დიდი ხანი არ დავჭირდება მაგისთვის საბადარა დრო უნდა დავთქვა ხო ჩოგურთიცა აჩე მესი მოიგო რა წინა მსოფლიო და წელს რონალდომსაც მოვაგებიოთ რა თელმა მსოფლიო მობალეშიკო ეხლა მე მესი მიყვარს ძალიან და რონალდოც მაგრამ რონალდოა ჩემი საყვარელი ფეხბურთელი მაგრამ იმას კი არ ვამბობ ეხლა ბევრი რო ეჭირება ერთმანეთს აიჯობია ორივე ძალიან მაგარია რა და ერთმანეთის კონკურენცია ამ გაგრას გაზარდა ორივემ რა ხო და რას ვიძახი ახლა მე მესის ფანი დიდად არ ვარ მაგრამ სოფლიოზე მაგრაო ბალეშიკობდი იმიტომ რომ ეკუთვნოდა კაც ახლა მინდა ძალიან რონალდომაც აიღოს წარმოიდგინეთ შენი ქვეყანა რომ მოიგებს სოფლიოს ჩემპიონატს საურა მაგარი შეგრძნება ახლა შენ ქართველი ხო ხარ მე ქართველი და ახლა რომ თამაშობ საქართველოს ნაკრებში და რო
თან თავარი გროგი, ახლა მე სხვა თავარი გროგია, შენ დავუშვათ თავარი გროგი რომ იყო საქართველოს. და ჩემპიონთა ლიგები, ოქროს ბურთები, ყველაფერი ანახები გაქვს და არ გაქვს. ახლა მოგებული მარტო ოქროს ბურთები, სოფლიოს ჩემპიონატი. წარმოიდგინე, შეიძლება რა მაგარია. ეს მოიგო წელს რონალდო. ბოლო დროს მაგ ძალიან მაგარი მუღამი ჩავეწერო MMA-ში. იმიტომ რომ ექსპორტი ძალიან მიყვარს, ახლა UFC-ს ბევრი უყურებს, ალბათ ბოლო 3-4 წელია, როცა მერაბა გაიჩნდა და ილია გაიჩნდა, გიგარო გაიჩნდა და მე უყურებ ძალიან დიდი ხანია, ძალიან რა, ახლა მაგენთან შედარებით. კეინ ველასკესი, ვერდუმი, მერე რობი ლოვერი და მაკდონალდის ჩხუბი არის ჩემი საყვარელი, მაგას უყურებდი ლაივში. ძალიან მაგარია იყო, ვისაც არ გაქვს ნაყურები, პროსტა უყურეთ მაგ ჩხუბს, იმენა ძალიან მაგარი ჩხუბი იყო. მე მგონი მაგ ჩხუბის მერე გადავიდა მაკდონალდი UFC-დან, სად გადავიდა ფელეს ახლა ბელატორში გადავიდა. შეიძლება ბელატორში გადავიდა, არ მახსოვს. ვოთ რობი ლოვერი ძალიან მაგარი იყო. იმ ჩხუბში რობი ლოვერს მიცენ მოგება, მაგრამ ძალიან ისეთი ჩხუბი იყო რა, ახლო. შეიძლება ერთსაც მიეძენ მეორეს 3-2 რაუნდებში რომელიღაცა მოიგო, უფრო ლოვერა ეს ლოვერის ბალეში გავდი მაგ ჩხუბში. მაგრამ მერე გააჩერა რობი ლოვერი ერთმა ძალიან ძლიერმა ბიჭმა, ტაირონ ვუდლი. მაგრამ მერე ტაირონ ვუდლიც ისე მე მგონი 1-4ჯერ არ მახსოვს სიმართლე გითხრა, 1-4ჯერ მე მგონი დაიცვა კამარი. მერე ბოლო მე მგონი კამარო უსმანმა იქნა წართვა კამარი თუ არა, მე მგონი კამარო უსმანმა წართვა ტაირონ ვუდლის. ძალიან მიყვარს ექსპორტი ბოლო ამის თქმა მინდოდა. და პატარა რო ვიყავი, ახლა ფეხბურთს ვიყავი და გავებული ყველა დღე ვარჯიშები მქონდა, მაგრამ რაღაცა პერიოდებში ისე მოხდა, რომ 1-10 წლის რო ვიყავი, არ ვიცი საიდან გამეჩნდა დრო, ან დავდიოდი კარატეზე, 1 თვე 2 ვიარე და პირველივე ვარჯიშიდან ყველაზე ძლიერი ვიყავი. 10 წლის უკვე უგებდი სხვას, რომ რამდენიმე წელი დადიოდი კარატეზე უკვე და რაღაცა ეს რო დავაყენებდნენ სპარინგების მოჭიდაობი აიყო იქ და რამები არ მქონდათ, რაღაცა მასეთი პონდი იყო. უკვე უგებდი ყველაფერს და მე სადღაც 14 წლის რო ვიყავი. არა, უბრალოდ 15-ის რო დავანებე ფეხბურთს თავი. მაგ დროს წავედი ბაივოის სამბოზე, იქაც ვიარე 1-3 თვე. და იქაც მოყვარულები იყო, როგორ აგიხსნათ. პროფები კი არ იყო, ვინც 3 წლიდან და ასე ვარჯიშობდნენ. შემხელა ბიჭები, რომელიც 1-2-3-4 წელია დადიოდნენ. ჩემი ძმაკაცი მოვედი მაგ ადგილას, მაგი დადიოდა 3 წელი მაგ უკვე და იცნობდა ვასასა და მე რომ მოვედი, პროსა ვარჯიშობდით და სადაც 1 თვის მერე რაღაც ესეთი თემები გაგვეჭდა, ხო, რაღაც სპარინგების თემა და რაღაცები და იქაც უგებდი ყველაფერს და ერთი ბიჭი იყო 1-20 კილოთი ჩემზე დიდი. დავაგდე. ძალიან ზდაროვი იყო და დავაგდე და ისე აღმოჩნდა მაგი გაიჩნდა ჩემს ზევით. ხო, დავაგდე და ჩემს ზევით გაიჩნდა. ცუდად ვიყავი, მაგრამ ერთი შანსი მქონდა იმას მახშობელას უკეთებდი. თან ქვევიდან ვარ, თან ჩემი უჩვევით, თან მახშობელას უკეთებდი და ვიჩვევოდი იმ პონჩი, რომ ჩემზე მძიმეა და მაზის ამხელა იყო, რა ქვია. 1-20 კილოთი ჩემზე დიდი იყო ტიპი. ხო და იმ ხელა სიმწრით ვაკეთებდი მახშობელას, ვიცოდი რომ ეხლა კაროჩე თუ არ დანებდა დარხეული მაქვს. ბოლო დანებდა. ხო და მაგი იყო ყველაზე ძლიერი მაგ ჯგუფში. ეხლა იასნია, ახლა სამე რომ შევიდე, ახლა ძალიან ადვილად მოვიგებენ ყველა, მაგრამ მე ვამბობ ის პატარა რო ვიყავი მაგ ასაკში, გამომდიოდა იხლა რო შემაგდო პროფებთან, რა თქმა უნდა მომიგებენ, მაგრამ მუღამი მაგ და დარწმუნებული ვარ ძალიან მალე ავითვისებ ყველაფერს, ვისწავლი.
ბევრი რამე გამომდის, რაღაცას რომ მოვკიდებ ხელს, მაინტერესებს ეგ საქმე. ის კი არა ტალანტები და იგენი ჩერთავზე. არა, просто ინტერესი მაქვს მაგის. აუ ამუყამებ რა. ინტერესი რომ არ კონდეს, არაფერი არ გამოგივა. დარწმუნებულად თქვენს ყველაფერი გამოგივა. ანუ просто თავარი არის რა, აქ ჯეროდეს შენი თავის. მე აქ ჩემი თავის ძალიან ჯერავს, აუ იმენა ძალიან. შეიძლება სოფლიოში არავის არ ჯეროდეს მასე მისი თავის როგორც მე მჯერავს. აქ უნდა გჯეროდეს. даже ის საქმე რომელიც არის, აქ ისე უნდა დასედინგო ყველაფერი, რომ ყველაფერი გამოგივა. მე რა ვიცი, ვინმე გვერდით უკავს, ვინც იცის დაუშვა ნებისმიერ საკითხი. აგიხსნის სწავლა არასდროს არ ტეხავს, რომ შეგითხო ვინმეს რა როგორ არასდროს არ ტეხავს. პირიქით. ან ვინმე გვერდით არ ყავს ChatGPT არსებობს, Google არსებობს, YouTube-ზე ვიდეოები არსებობს. всё. და არაფერმა არ უნდა გაგაჩეროს. ყველაფერი არის აქ. ეუნებით აქ. მოვედი ამ ძამს აბარას გვაჩვენებს 33 კილომეტრი 42 წუთი. ვუალა, მოვედი. შეწავედი, ახლა გამოვიცვალოთ. ალბინაც წამოვიყვანოთ. ეგა. ჩემი ძაღლი ცნობ. ამას ქვია დონი. დონიკო, там. გამოძვენიკო, там. პატარა კურდღელია. კურდღელი ვირწყონავს, დახტის. დონიკო. ოპ. აბა. მე ვიტანში. Привет. Ты очень далеко снимаешь, нас не видно. Я обещаю. Давайте. Давайте, я გამოვიცვალე და ჩოგურცე. Всё. Хозяйка в машине. აწუთიანი პიტსტოპი. ჩავისვით, გამოვიცვალე სპორტული დასასმელი. ალბინა რულზე ვადით ლევ. წავედით აბა. 10 წუთის დამოსული ვართ კორტებზე, მაგრამ ბევრი ხალხი ჩანს. ბევრი ხალხი დადის თან კორტებზე, მაგრამ ნადალის ადგილი მოინახება სულ. აუმარჯოს. Baro. Hello. John Isner. გამოდანიმე შეიძლება. Байлას გამარჯობა. დღეს მე მიხარი ბათუმში, სალონში და გავიქეთე ახალი მანიკიური. ვაი, უკვე ბაზრობს საგაიფოთ ქართულად. მადლობთ, სალვე ჩარდე. აბა რა. Вот. და ახალი პედიკიური. მინდოდა ცეტელი, გავიქეთე ცეტელი. Офигеть, вот ты молодец. Вообще სადნახევარი გვაქვს რას, რა ვითამაშოთ, მე ვნელდება. შუქებს არ გვირთავენ. ვთამაშობ სეტს. ერთ-ერთი ანგარიში, პირველი გეიმი ვაჩუქე. ახლა წავა განადგურება. ხო ალბი? Vamos! მორჩა ჩვენი თამაში, უკმაყოფილო ვარ, იმიტომ რომ ძალიან სუსტი ალბინა. 6-2, 4-2. იზარებოდა თამაში და მაგიტომ როცა უთამაშო ეთამაშები ალბინას და პროგრესი არ მაქვს, იმიტომ რომ ამას იზარება, ვარჯიში, სირბილი, ყველაფერი იზარება, როცა გამოდივარ ტყილად განს. ერთ-ორ გეიმსი თამაშებს და შევ დავიხალე სულად. მართლა ცუდად ვარ. ხო და მეკითხები არა, რატო არ ვარჯიშობ, რომს გამოვიდე სავარჯიშოდ, მაგარი ვარჯიში გამოვიდეს. Давайте мне постановить.
ალბათ ბულკი ხარ. ჩაინიკ. ასეთი კორტი მეგობრებო. ასეთი ბუნება. დარჩას ახლა. წარმოვიდგინეთ რა მაგარი ბუნება. ეს კორტი თამაშობენ კიდე. აი მენაერა. სალამაზია. ალბი, რა სიტყვი? Forza, Ilini Forza. A Santiago. Бачите, მისული ვიყავით სახლში. Შეგვოდა ალბათ მაქსიმუმ 1 კილომეტრი. აბინა დაფიქრდა მაღაზიაში ახლა რა ვიყიდო. გაგიყიდო რა გაგეთო საჭმელი. დავფიქრდი და რა მინდა და რა გადავწყვიტეთ? ნანა. შაურმა. მივდივართ ახლა შევუკვეთებდე დავრეგე და მივდივართ უნდა მოვიკითხოთ. ალბინა მე არ მინდაო უკვე ასე გვიანო. ცალკე არ მინდა. მაგრამ შევთანხმდით რომ მე ავიღებ ცოტა უფრო დიდს და რამოდენიმეჯერ ალბინაც